რასაც ვერ ზომავ, იმას ვერ აუმჯობესებ. თუ ჰაერის ხარისხს ვერ ზომავ, შეუძლებელია ის გააუმჯობესო, იმიტომ რომ არის რითია დაბინძურებული, არის რა დოზით არის დაბინძურებული და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოახერხეთ ეს არის ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის სრულად აღჭურვა. დღესდღეობით სრულად აღჭურვილი არ არის, მაგრამ ევროკავშირის მხარდაჭერით, შვედების მხარდაჭერით 2026 წელს სრულად იქნება აღჭურვილი ჩვენი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი თანამედროვე ევროპული მონიტორინგის სადგურებით, რაც მოგცემს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და ღირებულ ინფორმაციას და რაც გაცილებით უფრო გაუადვილებს სახელმწიფოს თუ სურვილი ექნება რომ მართოს ჰაერის ხარისხი უკეთ და უფრო სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა. სწორედ ამიტომ ეს მობილური მონიტორინგის სადგურები რომ ეს ყველაფერი ზომონ და აკონტროლონ. სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ მიუხედავად ჩემი მცდელობისა და მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობას მაშინდელ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობას შეუთანხმე, რომ ეს ამ სადგურებს გეგმაც კი გავწერეთ, რომელ ქალაქში რამდენი ხანი როგორ უნდა გაჩერებული იყვნენ. საქმე არ გაკეთდა და დღემდე ისინი იქ დგანან და ადგილიდან არ იძვრიან, რაც ძალიან გულდა საწყვეტია, იმიტომ რომ მათ შეუძლია ძალიან ღირებული ინფორმაციები მოგვაწოდონ ცხელი წერტილების იდენტიფიცირებისთვის. სადგურები ბორბლებზე. ბორბლებზე, კი ბატონო. მობილური სადგურები ავტომობილზეა დამონტაჟებული და ავტომობილს შეუძლია გადავიდეს და რამდენიმე კვირა იდგას იქ, სადაც ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება რაღაცა ხდებოდეს. ავტომობილის ძარაზეა დამონტაჟებული ორი ახალი სადგური და შეიძლება ნებისმიერ დროს წავიდეს და გაზომოს. და არავინ არ იყენებს, ხო? ერთი ბიუჯეტითაა შეძენილი. დგას ის, რაც უნდა მოძრაობდეს, რაღაც მექანიზმს რთავს ისეც, რაც არ არის სასურველი? ძალიან დიდი ალბათობით ეს არის, ხო? როდესაც პირველად დაიძრა სერიოზულად ეს ავტომატური სადგური და ფოთში ჩავიდა, იქ ისეთი უკავშირი მოყვა ამ ამბავს, რომ როგორც ხვდები, გადაწყვეტილების მიღებები თვლიან ამას არისკო ქმედებად, რომ სადღაც წავიდნენ და რაღაც ხელი წერტილი აღმოაჩინონ, ან თუნდაც ვერ აღმოაჩინონ.